მოგესალმებით, დღეს სამშაბათია და ჩვენ საუბრობთ ნეგატიურ მაგიურ ზემოქმედებებზე, იმ თემაზე, რომელიც ყველა ადამიანს აწუხებს და ხშირად ხდება ხოლმე წარუმატებლობის მიზეზი. ჩვენ უნდა ვისაუბროთ იმაზე, თუ როგორ უნდა დავიცვათ თავი ნეგატიური ენერგიებისგან, ემოციებისგან, იმ ძალისგან, რომელიც ხშირად ხდება სხვადასხვა მიმართულებით ჩვენთვის დამაფრკოლებელი და შემაფერხებელი. ჯერ დავიწყოთ იმის განსაზღვრა თუ რა არის ნეგატიური ენერგია. ენერგია თავისებურად ფერი არ აქვს, სუნი არ აქვს, გემო არ აქვს, თუ მას კონკრეტული ინფორმაციას არ მივცემთ, ენერგია არის ძალა, რომელიც ადამიანს ეხმარება, რომ კონკრეტული მიმართულებით იმოძრაოს, გააქტიურდეს და ასე შემდეგ. ხოლო ინფორმაცია უკვე ენერგიას აძლევს იმ ფერს, იმ სუნს, იმ გემოს, იმ მნიშვნელობას, რომელსაც წარმოადგენს. ადამიანები ინფორმაციას და ენერგიას გამოიმუშავებენ, რაც შიგნით აქვთ, აი ამ ყველაფერს ამკობენ და ესეთი უნარი გვაქვს ჩვენ ცოცხალ არსებებს, არა მარტო ადამიანებს, ყველაფერს რაც ცოცხალია, რომ ჩვენი ენერგია ვაკულმიროთ, ირგვლივ ფეთქვა განვახორციელოთ, გავავრცელოთ და ჩვენი კვალი დავტოვოთ სამყაროში. არსებობენ ესეთი ტიპის ადამიანები, რომელიც ძალიან ნეგატიურები არიან, ქვეცნობიერში, ცნობიერში, უყვართ ნეგატიური ვიდეოების ყურება, სიამოვნებას იღებენ წამებით, მაგალითად ეს ადამიანს მარტივად მივხვდებით, რომ როცა ის ძალიან დიდ სიამოვნებას იღებს, როცა უყურებს, თუნდაც ერთ ფილმებს, როცა სხვას აწამებენ, იქ უკვე არის გარკვეული ნეგატივის მაჩვენებელი, განიცდის სიამოვნებას იმითი, როცა სხვა უბედურდება, სხვას ტკივა და ასე შემდეგ. ეს შეიძლება ვიღაცა მიხვდეს, რომ ესეთი ემოციები მასაც აქვს, თვითონაც ირგვლივ აი ესეთ ნეგატიურ ენერგიას ავრცელებს და მის ირგვლივ ყოფები ამ ენერგიით იწამლებიან. როგორც ვირუსი, ხო, გადამდები ენერგია, აი ესევე ამ ადამიანის გვერდზე რაღაცა პერიოდით ყოფნა უკვე თქვენს დაგმუხტავთ და გაგაჯერებთ შიშით, განცდით, ტკივილით, შფოთვით და ასე შემდეგ. პირველ რიგში ეს ადამიანებს უნდა ვერიდოთ, რომ ჩვენი ენერგია, ჩვენი აურა არ დააზიანონ, ხოლო მეორე არის ენერგეტიკული ზემოქმედება, როცა სპეციალურად, აი როგორც ლოცვა მუშაობს და მოქმედებს და როცა შენ ადამიანს უგზავნი ჯანმრთელობის, სიყვარულის, დაცვის ენერგიას, კოსმიურად ეს მასთან მიდის, ერგება და ალბათ არაერთი გამოცდილება გაქვთ, როცა თქვენს ლოცვას ბევრი თქვენი ახლობელი ან საყვარელი ადამიანი გადაურჩენია, უხსნია უბედურებას, ესევე არის წყევლა, როცა უსურვებ ნეგატივს, უსურვებ ცუდ ენერგიას და ესეც კოსმოსში არ იკარგება. თუ ის ადამიანი, ვისაც ამ წყევლას უგზავნიან და დაცულია, მაშინ ეს უბრუნდება იმ ადამიანს, ვინც წყევლის შემქმნელია, ხოლო თუ არა, ხშირ შემთხვევაში ეს დამაზიანებელი ხდება ენერგიის და შემოდის ჩვენს ენერგეტიკულ სისტემაში, ისევე როგორც ვირუსი, როგორც გარკვეული ბაქტერია და შესაბამისად იწყებს უკვე იქ თავისი ცხოვრებას და ჩვენი ორგანიზმის მოწამლას, როგორც ცუდი უჯრედები. ამიტომ აუცილებელია ხოლმე, რომ თავის დროზე სწრაფადვე მივხვდეთ ამ ყველაფერს, დიაგნოზი დავსვათ და გავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის, რომ ეს წყევლა, ეს ნეგატიური უჯრედები ჩვენი სხეულიდან გავიტანოთ. არსებობს ესეთი მიმართულება, როცა ჩვენ ხშირად საუბრობთ და გვესმის ჩვენს ირგვლივ, ეს არის ნეგატიური თვალი. თვალი თვითონ ესეთი ხალხური ტერმინი არის, ეს ენერგეტიკული გზავნილია, მაგრამ არა სპეციალურად, არამედ მაგალითად, როცა შენს მიმართ თვლიან და წარმოდგენა აქვთ იმისა, რომ ის ცხოვრება, რომელიც შენ გაქვს, თუნდაც ის ნივთიანის გარემოება, რომელშიც შენ ხარ, შენ ამას არ იმსახურებ. ანუ გარკვეული გზავნილი, წამოსული სხვა ადამიანისგან არ დამსახურებულად რაღაცის მიღების, შეიძლება ეს ყველაფერი სუსტმა ენერგიამ აღიქვას და მასში უკვე დანაკარგებად ფორმირდეს, ანუ თუ ეს ადამიანი არ არის ღირსი კონდეს ის, რაც მას აქვს, ესე იგი მან უნდა დაკარგოს. ხშირად ესეც ხდება ხოლმე. ადამიანები, ქალბატონები ხშირად ამის გამო შორდებიან მეუღლეს, იმიტომ რომ მისი მეგობრები, რომელიც მუდმივად აი ამ შურის ენერგიით
კვებავენ ხო უქმნიან ისეთ გარემოებას რომ ის არ არის ღირსი ყავდეს ესეთი პარტნიორი ესეთი მეუღლე ისე როგორც მამაკაცები აქ პრინციპში განსხვავება არ არსებობს ისე როგორც სამსახურში შეიძლება რაღაცა რაოდენობის ადამიანები თulidan რომ შენ არ იმსახურებ იმ ადგილს რომელსაც ხარ არ იმსახურებ იმ ხელფას რომელიც გაქვს ან თანამდებობას და ეს მათი განუზომელი შური ეს მათი ენერგია რომელიც ყოველდღიური ეს თქვათ წვეთწვეთობით გემატება გარკვეული პერიოდის მანძილზე შეიძლება საკმაოდ დიდი პრობლემების წარმომქმნელი იყოს. მოკლედ, როგორც თქვენ მიხვდით, ნეგატიური ზემოქმედება, არა მაგიური, ჯერ ამაზე არ გადავსულვართ, არა ეს თქვათ სპეციალურად ტექნოლოგიური რუკით პროფესიონალის მიერ დამზადებული, არამედ ეს ნეგატიური ენერგია რომ გამოგზავნილი შეიძლება ნებისმიერ გარემოში მივიღოთ. პირველ რიგში რა უნდა ვქნათ იმისთვის, რომ ამ ყველაფრისგან დაცული ვიყოთ. ეს არის ყურადღება საკუთარ თავზე, საკუთარ ცხოვრებაზე და ემოციურ მდგომარეობაზე. თქვენ უნდა გახსოვდეთ ის, რომ როცა სახლიდან გამოხვედით, გაიღვიძეთ დილით, ხართ ფანტასტიკურ განწყობაზე და გარკვეულმა მოვლენამ სწრაფად თქვენი ემოციური ცვლა მოახდინა. ისე რომ არანაირი განსაკუთრებული მოვლენა ამ დროს არ მომხდარა, პირველი განცდა უნდა გაგიჩნდეთ იმისა, რომ რამ გამოიწვია ის, რომ თქვენ სწრაფად ემოციები შეგეცვალოთ. ან თუნდაც იყავით აბსოლუტურად ჯანმრთელი და მოულოდნელად დაგეწყოთ თავის ტკივილი, სიმძიმის შეგრძნება, აუტანელი ტკივილები თუ შემაწუხებელი განცდები ორგანიზმში, ესეც ნიშანია იმისა, რომ თქვენ უკვე იმყოფებით ისეთ გარემოში, ან ისეთ ადამიანებისთან ურთიერთობაში, სადაც თქვენი სხეული იღებს ნეგატიურ ენერგიებს. ასევე თქვენ შეგიძლიათ ეს სწრაფად აღიქვათ, იმითი რომ თქვენ დაგეწყებათ უენერგიობა, იცით რომ გაქვთ საქმე, იცით რა უნდა გააკეთოთ, იცით რა მართულობთ წახვიდეთ, მაგრამ არა გაქვთ ძალა, თითქოს თქვენი ენერგია ვიღაცამ წაიღო, დაგცალოთ, არა გაქვთ ძალა იმისთვის, რომ ეს კონკრეტული მოქმედებები შეასრულოთ. არიან ესეთი ადამიანები, ჩემთან ხშირად გსტუმრობენ ხოლმე, რომ ეს პრობლემა მოვაგვაროთ, როცა მიდის სამსახურში დიდი ენერგიით და ძალით და შესაბამისად როგორც კი ამ სივრცეში ამ გარემოში შევა მას არაფრის კეთების ენერგია აქვს უნარს კარგავს ყველანაირს რომ რამე აკეთოს. აი ამ დროს პირველ რიგში ჩვენ გვჭირდება სწრაფი ენერგეტიკული გადატვირთვა. ეს ვარჯიშები რომელსაც მე დღეს თქვენ გასწავლით შეგიძლიათ გამოიყენოთ ყოველდღიურად შეგიძლიათ გამოიყენოთ იმისთვის, რომ ესეთ გარემოდან განთავისუფლდეთ. პირველი და ყველაზე მარტივი, რაც თქვენ შეგიძლიათ გქონდეთ, ეს არის ენერგეტიკული მკვებავი. თქვენი სივრცის, აი მაგალითად სამუშაო მაგიდაზე შეგიძლიათ გედოთ ის მინერალი, რომელიც თქვენ ენერგეტიკულად გაძლიერებთ. ცები ჩვენს გარემოში, ჩვენ სამსახურში, სადაც ჩვენ სამუშაო მაგიდაზე მოვათავსებთ ისეთ ნივთებს, რომელიც ენერგეტიკულად ჩვენ პირადად ვკვებავს. შეიძლება ეს იყოს სანთელი, მინერალი, მცენარე, გარკვეული ინვენტარი, რომელიც თანაც ურთიერთობის დროს ჩვენ ენერგეტიკულად პოზიტიურად ვიკვებებთ. ყველა ადამიანს აქვს ესეთი ეს თქვათ ძალის მომცემი საგანი ნივთი ან სტიქია, ამაზე ჩვენ მომავალში ვისაუბრებთ და აღმოვაჩენთ რომელია თქვენი კონკრეტულად და როგორ უნდა მივხვდეთ ამას და მეორე აუცილებელი ეს არის დამცავი მექანიზმი თილისმა, რომელიც თქვენ აი ამ პერიოდში ენერგეტიკულად გიცავთ და იმ კონკრეტულ ტერიტორიას იცავს. იდეალური საშუალება ამისთვის არის მარილი, დიდი ხუთშაბათის მარილი არის ძალიან კარგი თუ გვექნება ჩვენ სივრცეში. ძალიან კარგი არის ხატები, რომელიც სპეციალური ენერგეტიკული მეთოდით არის ნაკურთხი, გაწმენდილი თქვენ სახელზე, ეს თქვათ ფორმირებული რომ და ის ჩადებული ის ლოცვა რომ ამ ყველაფერმა თქვენ დაგიცვათ, აი ამ ხატმა მოახდინოს სივრცეს ჩაკეტვა ნეგატიური ადამიანებისგან. შეიძლება ეს იყოს კონკრეტული თილისმა, რომელსაც თქვენ ატარებთ. ესეთი მექანიზმი სამუშაო მაგიდაზე, სამუშაო გარემოში აუცილებელია, ისევე როგორც
საცხოვრებელში. საცხოვრებელ სახლში თქვენ აუცილებლად შემოსასვლელ კარებთან ზღურბლი უნდა იყოს დაცული სხვადასხვა მეთოდით და არსებობს ესეთი მეთოდი, ყველაზე ძველი შეიძლება ითქვას, ხო, ბებიებიდანაც არაერთხელ გაგვიგია, ეს არის დაფნის ფურცლები, რომელიც შემოსასვლელ კარებთან აუცილებლად იდება იმისთვის, რომ ვინც ამ დაფნის ფურცლებს გადმოაბიჯებს ფეხს, თავისი ნეგატიური ენერგიები, ემოციები არ შემოიტანოს სახლში. ჩვენ ამ თემებზე გავაგრძელებთ საუბარს შემდეგ სამშაბათს, მე კი დღეს გემშვიდობებით.